გამარჯვებასაც თავისთავად ვერ მოხდება, ხო? მდგომარეობის გამარჯვებაშიც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დაგიბრუნდებით აუცილებლად გიორგი ტიგინაშვილი რომ ჩაგვერთოს ახლა ჩვენ საფრანგეთიდან გიორგი დილავშტობისა, ბატონო ხარ ჩვენთან ერთად. გიორგი, შენი თავისთავად რომ გითხრა და შეფასება იმისა თუ რას გვეუბნება დაფინანსების ზრდა. რა არის ეს მოსყიდვა? თუ ეს არის ასე რომ ვთქვათ ინფლაციასთან გასწორება, რომ ის 25 მილიონი აღარ არის რაც ამდენი წლის წინ იყო და ნუ რაღაცები უნდა ადაპტირდეს, ხო? ამით იხსნება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ეს ფული სჭირდება დღეს ეკლესიას ამ ფორმით მიწოდებული? მოდით ვთქვათ ასე, რომ პრაქტიკულად საქართველოს ეკლესია გვევლინება როგორც კრემლის პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობი ინსტრუმენტი ამგვარი პოზიციონირებით. ამიტომ დღეს როგორც არა ივანიშვილის რეჟიმისთვის საკვანძო საკითხი არის დასავლეთის დემონიზება და ჩრდილოეთის პატრიოტიზმი. ამისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რბილი ძალის დამტარი ორგანო იყოს მოწოდების სიმაღლეზე. და რა თქმა უნდა, მოსყიდვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებით, ფინანსური რესურსებით და მათ შორის ის პრივილეგიები და ხელშემწყობლობის იმუნიტეტით, როდესაც ეკლესია გათავისუფლებულია პრაქტიკულად ეგრეგეს გადასახადებიდან, საშემოსავლოდან, აქცისისგან, მოგების გადასახადებიდან და სრული კარტ ბლანში აქვს იმისათვის, რომ შავი ბუღალტერია აწარმოოს არაკონტროლირებადი ფული დაათეთროს. ამისათვის, რა თქმა უნდა, სივრცე ეკლესიაში სხვადასხვა აგეთ 44 კომერციული ორგანიზაცია ეკლესიის ბალანსზე. და ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა 700,000-მდე ოდენობით ოჯახი არის სოციალურად დაუსწრებელი. 320,000 საბანკო დავალიანების მქონე. ამავდროულად 400,000-მდე ნარკოინფიცირებული ყავს. ყოველწლიურად 70,000-დან 100,000-მდე ჩვენი თანამოქალაქე ყოველს ქვეყნის ფარგლებს და მიდის იხიზნება ემიგრაციაში იმისათვის, რადგან მას პირველად ამოცანა დაქვს ფიზიკური გადარჩენა და არსებობა. თავარი გამოწვევა ეს არის დღეს. ამ ფონზე სოციალური სიდუხჭირის გამო გასულ წელს 14,000-მდე ოჯახი განქორწინდა. გულისხმობს ხულებს, ხო? და წარმოიდგინეთ ეკლესია, რომელიც ყრუდუმილის, კაცრი ჩაკეტილობის და მოიერიშე დომინანტობის პოზაშია და აბსოლუტურად არ იმჩნევს იმ სოციალურ უთანასწორობას და ქონებრივ დიფერენციაციას, იმ უბსკრულს, რომელიც სახელმწიფო ელიტასა და საეკლესიო იერარქიასა და საზოგადოებას შორის არსებობს. ეს არის სრული პლუტოკრატია ეკლესიაში, არა მარტო ხელისუფლებაში. ამიტომ მე ამ ეკლესიას ვუწოდებ ბედინასთან და ვერწ და ამ ხელისუფლებას მამინასთან და მჩაგვრევს, რომელიც სარგებლობს ეკლესიასთან აი ამ კოჰაბიტირებული ბინძური ურთიერთობით და ჩვენს მოსახლეობას უღელად ადგას აი ეს მარწუხები და წნეხი. და ჩვენ ხედავთ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებულია ჩვენი იერარქია, რომლებიც პარტიულ ყრილობებს ესწრებიან. ესმით ქართული ოცნების წარმომადგენელთა მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში ღიად იღებენ მონაწილეობას და ისინი ამბობენ, აბა რა, ევროპა გირჩევნიათ, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენში კულტურული ღირებულებების და სულიერი ფასეულობების დევალვაცია მოახდინოს. რა თქმა უნდა, ისინი ფრაზეოლოგიურად ამგვარადაც კი ვერ გამოხატავენ სასმელს, მაგრამ მათი პათოსი ასეთია, ჩვენ ხო ვიცით ეს. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია ეს. და ნახეთ, ყველაზე საგულისხმო გარემოება რა არის რა? რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს აი უახლოეს წარსულში გამოიარა ბოლშევიზმის, კომუნიზმის, გამოიარა ზოგიერთ გამსახურდეს ეროვნული ხელისუფლების, სააკაშვილის რეფორმაციული ხელისუფლების და ივანიშვილის კოლაბორაციონისტული მთავრობის პირობები და ყველა ეპოქაში ნებისმიერი სოციალური ფორმაციის და პოლიტიკური წყობილების ჟამს ის მუდმივად თავს კომფორტში, ფუფუნებასა და განცდომაში გრძნობს და აბსოლუტურად დეკომუნიკაბელური არის საკუთარ მრევლთან. მას არ აქვს განცდა მშობლობისა. ესმით, მოსახლეობა თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ნამდვილად არის გულმხურვარების მორწმუნე, შვილობრივი განცდა აქვს მას. ის შინაგანი შიმშილით არის მომართული. მას სულს რომ დაიკმაყოფილოს თავისი რელიგიური, მისტიკური, სულიერი მოთხოვნილებები. მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ დინამიკა და ზრდადობა არ არის ეკლესიურ ადამიანებში, მათი ცნობიერება არ იცვლება, მათი ცხოვრების წესი. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესიის გაჯანსაღება, მაგალითად, როგორ ესმის სახელმწიფო მოხელეებს. ავიღოთ მაგალითისთვის
სუსის ხელმძღვანელი იმელი ლუაშვილი, რომელიც ამბობს მუქარი შემცველი პათოსით, რომ არავის გასვლია ეკლესიასთან ბრძოლა და ვერც თანამედროვე ლიბერალებს და მაკრიტიკებელ საზოგადოებას გაუარესებს. ნახეთ, როგორ ესმის მას ეკლესიასთან მეგობრობა. მან იცის, რომ ეკლესიაში არის პედოფილია, მან იცის, რომ ეკლესიაში ფინანსური манипуляციები და კორუფცია და ფულის გათეთრება, მაგრამ ეს მისთვის ნორმალური არ არის, შანტაჟირებისთვის, პოლიტიკური ზემოქმედებისთვის იყენებს ამას. და ეს ადამიანები კომპრომიტირებული ყავს და მას გონია, რომ ეს არის ეკლესიაზე მზრუნველობა და ჩვენ რომლებიც ვცდილობთ, რომ პროფეტულად გარედან შევაგონოთ ეკლესია და მოუწოდოთ მას ასკეზისაკენ, მოუწოდოთ მას სოციალური დოქტრინის შემუშავებისაკენ, ქველმოქმედებისაკენ, რომ საერთო საზოგადოების სიკეთის შექმნას და რაღაც გარკვეული ნაყოფები არსებობდეს ამ თვალსაზრისით და არა ისეთი, რომ ჩვენ გვყავს დეკლარირებულად 40 მილიონერი უდამთავრების სახით, ხომ? მინდა ეგრეთ წოდებულ სინოდში, რომელიც პრაქტიკულად აბსოლუტურად დაშორებული არის საზოგადოების მაჯისტრებთან და ისინი წარმოიდგინეთ მათ რომ განმოსდოთ ჩვენ კაბები და ანაფორები სრულიად დაუცველი უსუსტური არსებები გახდებიან, იმიტომ რომ ძალაუფლების კბობის გარეშე, აი იმპერატიული რეგალიების გარეშე, რომელიც მათ გააჩნიათ, ისინი აბსოლუტური არარაობები არიან საუბრები. მომიტევეთ ასე ხისტი და მკაცრი შეფასებისთვის, მაგრამ გამოცდილება მცხადყო, რომ ჩვენი იერარქია არის მხოლოდ და მხოლოდ ორ რამეზე ორიენტირებული. ეს არის ფინანსური ძალაუფლება და გავლენის სფეროები. ქონებრივი გადანაწილება. სხვა მოწოდება და დანიშნულება საუბედურო ჯერჯერობით. ფაქტოლოგიური ვისაუბროთ იმაზე, რა ესმით ადამიანებს, ახლა ჩვენ საუბრობდით, რომ ადამიანებს აქვთ მოთხოვნილებები, ხო? მათ შორის სურვილი, რომ საკუთარი ადგილი იპოვონ ეკლესიაში. და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან დღევანდელ ხელისუფლებას და არიან ოპოზიციურად განწყობილები. არიან მათ შორის ეკლესიის მიმართ შიგნით არსებული რაღაც პროცესების მიმართ კრიტიკულად განწყობილები, ხო? რას ეუბნება ეკლესია მათ, ხო? ჩვენ გვესმის გვეზიზღებით, გძულხართ, წადით ჩვენი ცხოვრებიდან, ხო? ძირითადად ამ ტიპის გზავნილები არის. თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ ნაწილს? დიახ, ყველაზე ევნეული საკითხი ეს არის, რომ სოციალური ჯგუფების მიმართ, განუჩვევად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, რელიგიური კუთვნილებისა და სხვა ეკლესია ყოველთვის არის სუბიექტური, ტენდენციური და მიკერძოებული. აი, სწორედ ის, რასაც ვახსენე, ის ვერ პოზიციონირებს როგორც მშობელი. მას არ შეუძლია შეირდომოს საკუთარ წიაღში. პირიქით, ის ხშირად სეგრეგაციის და სტიგმატიზების წყარო ხდება ხოლმე. და ხშირად ის ახდენს ინსპირაციას კონფლიქტისა საზოგადოებრივ ჯგუფებში, როდესაც საპატრიარქოს უნდათ ოფიციალური განცხადებები იმ თავით არის მაამებლური, არის უნისონური და არის სინქრონული სახელისუფლებო პოზიციებთან და ხელისუფლება, რომელიც უკვე 1 წელია დაკავებული არის თემატებით მოსახლეობისა და სადარბაზოებამდე მიდის და ადამიანებს ოჯახებში ეჭრებიან. ამ დროს შეიძლება ეკლესია ინდიფერენტული და პასიური იყოს და როგორ შეიძლება მას ჩვენ დედა უწოდოთ ამის შემდეგ, როდესაც მან თავისი ფუნქციონალური მნიშვნელობა დაკარგა. სრულიად დევალვირებული არის, ნიველირებული ეკლესიის როლი. ესმით, აი ჩვენ ხედავთ, ეს არის ფანტომი ნამდვილი ეკლესიისა, რომელსაც რეალურად აჩრდილიღა შემოჭა, ხო? ეკლესიის. ამიტომ მე არ მიყვარს ის, რომ ეკლესია დუმს, იმიტომ რომ მას აქვს აი ამ მოცემულობაში ყველაზე დიდი სარგებელი. ნახეთ, ერთლარად ეკლესიას გადაეცა სახნავს საფესის საკარმი და მოგიწედი რამდენიმე ასეული ჰექტარი. ჩვენ ვიცით, რომ იცით საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე ბათუმზე დიდი ტერიტორია რომ არის ჯამურად, აი თქვენ რომ წარმოიდგინეთ მაგალითად აი ნაურუ, წარმოიდგინეთ ტუვალუ, მონაკო და ვატიკანი, აი ეს 4 სახელმწიფო რომ გაერთიანოთ, ამაზე დიდ ტერიტორიას საქართველოს საპატრიარქო. ეს რაც დეკლარირებულად ჩანს, თქვა ბალანსზე და რაც ვიცით საჯარო რეესტრის მიხედვით და რაც არ ჩანს და ის ხელშეუხებლობა რომ საპატრიარქოს ეგიდით შემოტანილი ქონება არ ბაჟდება საზღვარზე. რამდენი ბიზნესმენი არის მიწმასნელი საქართველოს საპატრიარქოსთან და საერთოდ სულად არაპროფილური საგნები და ნივთები და ასე ვთქვათ იმპორტი არსებობს იქიდან, ხო? სხვადასხვა დამკვანი სახელმწიფოებისგან, ვისაც მას კომერციული სარგო ჰქონდეს. ანუ მთელი უბედურება ეს არის, რომ სისტემა და რეჟიმი არის არაჯანსაღი. ცალკეული რეციდივები კი არ არის აქ, რომ აი ვთქვათ ვინმე კარგია, ვინმე ცუდი.
დგენელი არის იმ თავისი ჩანასახში გამოსასწორებელი. ამიტომ ეს არის საბჭოთა რუდიმენტი. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ინერცია ბუნებრივად ასეთი. და წეღან ბატონმა გოჩემაც აღნიშნა, რომ რატომ არის შეთხელებული მრევი საზრებში და რატომ არის აბსოლუტური ასე ვთქვათ ანტინომიური ხო მოცემულობასთან, როგორც მანამდე იყო 10-15 წლის წინ დღევანდელობა. რაოდენობრივი ხალხსაზრისით, იმიტომ რომ ადამიანებს აქვს ფრუსტრაცია, იმედგაცრუება. ისინი პრაქტიკულად ნდობას ვეღარ უცხადებენ იმ ინსტიტუციას, რომელიც მათი არა მეგობარი, არა გულსრუვალი მხარდამჭერი, არამედ საგამოძიებო ზონდერ ჯგუფი გახდა. კი ბატონო, დიდი მადლობა. კი ბატონო. მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. გიორგი ტიგინაშვილი გვერდებოდა ჩვენ თეოლოგი საფრანგეთიდან. უნდა დაუბრუნდეთ ბატონ გოჩას, ბატონ